დღე უნდა ხო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენთან ჯგუფში ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ანუ ხა პიროვნებებს თქვენ რამდენად ისნობ თუ არა, არიან ძველი მხედრიონელები, ზვიადისტები, შეიძლება კომუნისტურ პარტიაში მოღვაწე ხალხი, არიან ხალხი, რომელიც ოცნებაშიც იყო, პატრიოტთა ალიანსში არიან, უამრავი, ანუ მთელი რაც მე პირადად მომწონს ამ ჯგუფში არის, რომ ის ხალხია, რომლებიც რაღაცა პერიოდში შეიძლება დაპირისპირებული მხარე იყვნენ ხდებით, მაგრამ ამ იდეის იბლო ქვეყანა ჩვენი ერთია და ამ რაღაცა გარეთ მტრებისგან უნდა გავასუფთავოთ, თუ არ ჩვენ პირადად ერთსულოვანი. მე გარეთ ამტერს იმას კი არ გულისხმობ ისევ იმ ვიღაცა არალეგალს თუ ლეგალს. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია. ჩვენ ვიტყვით კანონის უზენაესობას, რომ გამკარსდეს საიმიგრაციო პოლიტიკა და ეს არ იყოს რაღაც პირადობების დარიგება და სიტყვაზე მოქალაქეობის მიცემა ისეთი მარტივი, როგორც ჩვენთან იყოს, მაგალითად როგორც არის გერმანიაში ან სხვადასხვა ქვეყნებში. ან რაღაცა უფრო შუალედური მოიძებნოს, ხო ხდებით? პლუს ვითხოვთ იმას სიტყვაზე, რომ ამაზე ლოიალური ნუ იქნება სახელმწიფო. ხშირად აი თქვენი მარში მთავრობის ის არის, რა ქვია, მხარდაჭერით მე პირადად გეუბნები თელი მარშის სახელით, რომ ეს მთავრობა იმ ადგილას იდგეს, როგორც უნდა საზოგადოების 80%, არც ამ მარშის აზრი დაიბადებოდა, არც ეს მარში ჩატარდებოდა და არც საერთოდ არანაირი ამბიცია ამის ჩვენ არ გვექნებოდა. საზოგადოება რომ 7 წელია უყურებს გიგაბოკერია როგორ დადის ქუჩაში დაუსჯელი, როგორ რაღაც იქცევა ეს ნაციონალების გადმონაშთები და როგორ გამოყავთ წმინდანად ის ხალხი და რაღაც ჩაგრულად და ხანვით ვინც ბოდიში და რა ვიცი 9 წლიანი რეჟიმის დროს კაცების გაუპატიურებით იყვნენ დაკავებულები და აქეთ გადმოდიან კიდე შეტევაზე Facebook-ში ეს დაწერე და Facebook-ში ის დაწერე. თქვენ ახლა უნდა დაგისვათ ამაზე შეკითხვით, რომ ჩვენ საუბარს დავასრულებთ. რაღაც მაღალ ზნეობრივ სტანდარტს ამკვიდრებთ. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობთ, რომ ამკვიდრებთ, ხომ? ასე უბნებით საზოგადოებას თქვენ საჯარო განცხადებებში და ამ დროს ჩვენ ყველა ვნახეთ ის, რაც ხდებოდა თქვენს Facebook გვერდზე. არაფერი გაქვთ სათქმელი ამაზე. რაც იქ ხდებოდა, რაც იქ იწერებოდა, არის გამოძიება აღზრული ამაზე და ნუ ჩვენ სამართლებრივ საკითხებში არ შევალთ, დროც არ გვეყოფა ამისთვის, მაგრამ თქვენ თავად თუ გაქვთ რაიმე სათქმელი საზოგადოებისთვის, ან თუნდაც ადრესატისთვის, რომელსაც იქ თქვენ და თქვენი მეგობრები მიმართავთ. მაგას აგიხსნით მარტივად, ახო, ჯერც გამოძიება აღზრული და მას გამოძიება დაადგეს, რამდენად იქ იყო დანაშაულის ნიშნები თუ არ იყო, მე პირადად დამკითხეს და ჩვეულებრივად ვითანამშრომლე პირველ ეტაპზე და თუ იქნება კიდე საჭირო, იმდენჯერ მივალ, რამდენჯერაც ესე თქვა საჭირო გახდება, რაც შეეხება ზნეობას, გასაგებია რომ ხე გინება არის ცუდი სოციალურ ქსელში და ზოგადად ყველგან და არის მიუღებელი. ეს არ მომწონს ზოგი კომენტარი რა ჩემს გვერდზე იყო და ამას მე იმიტომ არ ვლაპარაკობ სიტყვაზე რომ იმ კომენტარებში ჩემგან არ იყო რაღაც ეს გინების თქვენგან არ იყო გინება, მაგრამ თქვენ მონაწილეობთ ამ დიალოგში. არც ერთისთვის არც ერთი შენიშვნა არ მიგიწია თქვენ გვერდზე. მოდი პირდაპირ გეტყვი, ვახო მაგასთან დაკავშირებით, ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ გაგცემ პასუხს მარტივად რა. როდესაც ჩვენ ადამიანები პირდაპირ გეტყვით, აი მე მაგალითად რამწევ, სრულად მედიისგან ვიძახი რა, მე არ ვმართლებ და არც არავის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. უბრალოდ მე რა მინდა თქვა, რამოდენიმე დღის უკან ჩვენი ჯგუფის სხვადასხვა წევრები გამოდიან და პირდაპირ იძახიან, რომ გვემუქრებიან, ხან სიცოცხლის მოსპობით, ხან ვიძახით, რომ პირდაპირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან არიან შემოსული ხალხი, უშიშროებას ვანახებთ სურათებს, რა ვიცი, ანუ ვიძახით, რომ ჩვენი მასში მოგწონ თუ არ მოგწონ და მე ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილს მოწონს, გვემუქრება სიტყვაზე ის, რაც გვემუქრება, ხო? რასაც გვემუქრებიან. კი შეიძლება იქიდან 10 SMS-ი და კი ბატონო მიმართეთ, მაგრამ სამართალდამცავ დამცავებზე არა მაქვს ამ შემთხვევაში მე არ ვაპელდებს. მედიაზე ვლაპარაკობ. არანაირი გამოხმაურება არ ქონია. პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის ან ნებისმიერ ჩვენი მასშის წევრებს არც დაურეკავთ, არც უკითხავთ. მართლა რამე ხო არ გემუქრება, მართლა რამე ხო არ ხდება, რამე ხო არ არის. არც იმაზე არავის არაფერი არ ვთქვია. ბოდიში და იქ რუსულ სიტყვას ვიხმარ, მე მგონი რუსეთუმეობას არ დამაბრალებ. უპრაგონოთ რუსეთის აგენტი. პირდაპირ გეტყვი, ჩემთვის კოკამორგოშიასთვის რუსეთის აგენტობა და მოღალატეობის დაბრალება და იმ 12000 კაცზე იმის დაბრალება, რომ ჩვენ რუსეთის წისკულზე ვასხამთ წყალს, იმაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერი არა, რაც შეიძლება მაგალითად ყოფილიყო. თუნდაც იმ აქციის წევრებს, რომლებიც ახლად განან აღმაშენებენ. ანუ თქვენ აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ სხვაში.
არა ჩვენ მე არ ვაბრალებ თქვენ თქვით რომ რუსეთის აგენტები არიან აქ ჩამოთვალეთ ადამიანები რუსეთის აგენტები კი არ არიან მე ვიზახი რომ ამ ხალხის უკან ვიზგას ეს სააკაშვილი ბოკერია და ის ჯგუფები რომლებიც ამათ მართავენ არიან რუსეთის აგენტები და ეს იცის ყველა ეს ამაზე საერთოდ როგორ მე ხანდახან მიკვირს ხალხს მე მგონი ბევრს ამნეზია დაემართა 2003 წელს ვარდების რევოლუციაზე ივანოვი ჩამოვიდა შევარნაძე გაუშვა სახლში და მოუიყვანა სააკაშვილი ეს ხო ყველა სახსოვს არა წავალთ ამ წიაღს ვებში ახლა ამ თუთას მაგრამ სხვა რაღაც მაინტერესებს ანუ ეს იყო სულ თქვენი სათქმელი დღეს როდესაც ნახეთ ძალიან ხშირად აპელირებთ